მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ირაყი ზარქოა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში დაესხნენ თავს, ამჯერად თბილისში სახლთან 3 ნიღბიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. გაბიტაშვილს ტვინის შერყევა აქვს მიღებული და ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. ამ წუთებში მასთან გამომძიებლები უნდა მივიდნენ. რაც შეეხება თავდასხმის ადგილზე არსებული კამერების ჩანაწერებს, ის პოლიციამ სასამართლო განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოიღო. ნინა მაჩაბელი მუშაობს თემაზე და ის ჩავგართობა პირდაპირ ეთერში. ნინა, რა ახალი გარემოებების დადგენა მოხერხდა ამ დროისთვის? ლაშა გაბიტაშვილი ამ დროისთვის უკვე იმყოფება სახლში, მას წოლითი რეჟიმი აქვს, როგორც ცნობილი ხდება, კლინიკაში შესთავაზეს ექიმებმა დარჩენა და დაკვირვება, იმიტომ რომ მას ტვინის შერყევა აქვს, მაგრამ ლაშა გაბიტაშვილმა უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე და ხელწერილის საფუძველზე დატოვა მან კლინიკა. ამ წუთებში, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ლაშა გაბიტაშვილი ელოდება გამომძიებლებს და დღის ბოლომდე უნდა გამოიკითხოს ის დილას მომხდარ ამბავთან დაკავშირებით, როგორც თავად გაბიტაშვილი გამარტავს დღევანდელი ინციდენტი არის სწორედ აბუ-დაბის გაგრძელება და ამბობს, რომ რეჟიმი ცდილობს ყველა იმ ადამიანის დაშინებას, ვისაც კი უჩნდება კითხვები არსებულ რეჟიმთან დაკავშირებით და ასევე გამარტავს ის, რომ არავის არ უნდა ეშინოდოს დღეს ქვეყანაში იმის რაც ხდება, იმიტომ რომ სიმართლე არ არის ქართული ოცნებისკენ, იმ პოლიტიკური პარტიისკენ, რომლებმაც მოპარეს ხალხს არჩევნები და ბუნებრივია გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. მე დავისაჯე, იმიტომ რომ ვერ დამაშინეს აქციაზეც ვიყავი გუშინ და ეს არის ის რაც დღეს მოხდა. დილით ეს ემსახურება სწორედ დაშინებას, ასეთია ლაშა გაბიტაშვილის პასუხი დილანდელ ინციდენტთან დაკავშირებით. ძახს როცა ვასეირნებდი, ესე იგი უცებ არ ვიცი, მოულოდნელად 3 ადამიანი დამესო, ვერც დავინახე როგორ მომიახლოვდნენ და ძირს დავარდი და მე აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და არ ვიცი აი საერთოდ ვინ იყვნენ, რა იყვნენ, სახეუჩანდად არ ჩემიხედი, ანუ სხვანაირად მიდიოდა ვითარება. ანუ გინების და იმის მეტი არაფერი რა. ეს არის აბუ-დაბის გაგრძელება, უბრალოდ ეს პერსონალურად იმ ხალხის, ვინც ჩემთან ერთად კაპეზეზე იყვნენ, არ ამგონია, უფრო ეს არის რეჟიმის პასუხი. აბუ-დაბიში რომ მოსაკითხად მივედი, რომ კითხვებით მივედი დეპუტატის წევრებთან, რომ მიმდინარე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აიღოთ და მეკითხა თუ რა იქნება. შესაბამისად, ეხა რეჟიმი ცდილობს რომ დააშინოს ყველა ადამიანი, ვისაც ესეთ შეკითხვები გაუჩნდება. ვინც ისეთ სიტუაციაში კითხავს ამას, რომელიც მათთვის კომფორტული არ არის. და ეს ყველაფერი ზეწოლა არის, ანუ უნდათ რომ ხალხი გატეხონ, რომ არ გავიდეს აქციებზე. მე გუშინ აქციაზეც ვიყავი და ალბათ ეს ყველაფერი ძალიან აღელვებდა, უნდათ რომ სამაგალითო დავისაჯე. შესაჩინებელი არაფერი არ არის და ვინმე თუ უნდა შეშინდეს, ეს ისინი უნდა შეშინდნენ და მზად არიან, იმიტომ იღებენ ამ კანონებსაც, რომ ისინი არიან დაშინებული. მათ სიმართლე მათ მხარეს არ არის და შესაბამისად ამით ცდილობენ ტიტუშკებით, ახალი კანონებით ცდილობენ რეჟიმის დაცვას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 10:08 წუთზე შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა და მამაკაცი, რომლის გადმოცემითაც სახლიდან გამოსვლის დროს თავს დაესხა 3 პირი. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მის გადმოცემით ურტყეს თავში, სახეში, მკერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები კონსულტი და ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის, ყბასახის ქირურგის მიერ. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ჩვენ შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს. მომხდარიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის ადგილიდან სასამართლო განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ამოიღო მიმდებარე პერიმეტრიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში ჩანს თავდასხმის ფაქტი და ამას ადასტურებენ თავად იმ ობიექტის თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი თვალით უყურეს ამ კადრებს. პოლიციამ ეს კადრები უკვე ამოიღო, როგორც უკვე გითხარით, ერთი ეტაპი საგამოძიებო მოქმედებების სწორედ ეს იყო და ამ სერვერების წაღების შემდეგ უკვე დაიწყო მეორე ეტაპი საგამოძიებო მოქმედებების. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა ტერიტორია რამდენიმე საათის დაგვიანებით შემოსაზღვრეს ყვითელი ლენტებით და მიმდებარე ტერიტორია დააფოტოსურათეს. ამის შემდეგ მათ აღარ გაუგრძელებიათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ბუნებრივია მათ დატოვეს ტერიტორია. დღის ბოლომდე კი, როგორც უკვე გვაქვს ინფორმაცია, ლაშა გაბიტაშვილი
საკუთარ სახლში გამოიკითხება, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს წოლითი რეჟიმი და ასევე ცნობილია ის ლაშას მონაყოლსაც ადასტურებენ თვითმხილველები, რომლებიც ყვებიან ჩვენთან საუბარში, რომ დილით, როდესაც ლაშა გაბიტაშვილი ძაღლს აეირნებდა, 3 ნიღბიანი ადამიანი დაესხა მას თავს, როგორც ჩანს, ეს ადამიანები ელოდებოდნენ სპეციალურად ლაშას, როდის დაატოვებდა ის სახლს, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ. მე ვნახე კი შევესწარი როგორც ემის ძაღლს აეირნებდა და დაესხა 3 ადამიანი და ცემეს კი აქ ვჭექი მუშაობდი და დავინახეთ იყვნენ სახეზე არ ვიცი დავინახე სახეზე ჩანს თავდასხმის ეპიზოდი? თავდასხმის ეპიზოდი კი, მაგრამ ის ესახებები და რაღაცები არ ჩანს, იმიტომ რომ მაფარებული ვართ რა. დამატებით ინფორმაცია თუ მიაწოდეთ თუ იცით კიდე რამე? მე აქ არ ვიყავი და ამიტომ რაც მოვლენ ეთი ეგ მითხეს, რომ უნდა წაიღოთ თვითონ ის რაც არის მოწყობილობა რა. მე თვითონ აქ ვიყავი. აქ ვერ ნახეს და ის წაიღეს თუ არ პირდაპირ ჩადეს და წაიღეს ანუ თუ იცით? სიმართლე გითხრა ჩამოვედი მე არ მინახავს რა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში წესით უნდა ენახათ რა. მაგრამ თანამშრომლებმა ნახეს ხო ეს ჩანაწერები რომ არსებობდა? კი. გამოძიება ფიზიკური ძალადობის მუხლით არის დაწყებული, ამოღებულია უკვე მთავარი მტკიცებულება, ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს კარგად თავდასხმის ეპიზოდი და ამის შემდეგ როგორ ტოვებენ ნიღბიანი თავდამსხმელები პერიმეტრს, ასევე დაფოტოსურათებულია შემთხვევის ადგილი. მოკლედ საგამოძიებო მოქმედებების ეს ეტაპი დასრულებულია. ახლა გამოსაკითხია თავად ლაშა გაბიტაშვილი ადამიანს, რომელსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ამავდროულად სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ლაშა იხსენებს ცემის დროს როგორ აგინებდნენ მას. თავად დაზარალებულს არ აქვს ახლა იმის მოლოდინი, რომ ეს ადამიანები დაისჯებიან, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების მიერ დამყარებულ რეჟიმს უკავშირებს დღევანდელ ინციდენტს და ამბობს, რომ ეს არის აბუ-დაბის ინციდენტის გაგრძელება. ამავდროულად ლაშა გაბიტაშვილი გამოთქვამს მზაობას, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლობს და ბუნებრივია ის მიაწვდის გამომძიებლებს დღის ბოლომდე ყველა იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციას, რითიც მოუყვება ლაშა გაბიტაშვილი გამომძიებლებს დილით მომხდარი ამბის დეტალებს და ამავდროულად კიდევ ერთი გარემოება არის გაბიტაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ რომელიმე მათგანი დაისაჯოს.